მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ ბატონი თორნიკე ფაღავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და დავიწყოთ ევროპაზე საუბრით. რა შვებით ამ კომიტეტში როგორ მიგდის საქმე? ინფოზე გეკითხებით ამას, რომ გაუთავებელი თავდასხმების შეურაცხყოფა ევროკავშირის ქვეყნის ელჩები საბოტაჟს ეწევიან ჩვენთან პირდაპირ რევოლუციის მოხდენას აპირებენ და თქვენ როგორ ინტეგრირდებით აბა მომიყევით შეიძლება უყევით მოსახლეობას. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო შალვა მოწვევისთვის, პირველად ვარ თქვენ გადაცემაში, დიდი მადლობა ინტერესისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა და შეეხება ჩვენს კომიტეტს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ძალიან საინტერესო კომიტეტია, ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ საკითხებზე და ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს, ძირითადად რა თქმა უნდა მივყვებით ასოცირებით გათვალისწინებულ დღის წესრიგს და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოს 2030 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეც პირნათლად შეასრულებს და იქნება ყველაზე მეტად მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროპაში ინტეგრაციის. თუ ევროკავშირი იქნა 30 წელს. ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით რაც შეეხება თქვენს შეფასებას მე არ ვიქნებოდი ეგეთი ხისტი თქვენს ისეთი ხისტი როგორც თქვენ ხართ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული უხერხულობები განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირს და საქართველოს შორის გარკვეული ურთიერთობებიც დაიძაბა, არის გარკვეული უხერხულობები, მაგრამ საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ეს უხერხულობები არ არის მხოლოდ ჩვენსა და ევროკავშირს შორის, ზოგადად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი და იქნება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა შესაბამისად, არა მარტო ჩვენ შორის მოხდა ურთიერთობების გართულება, არამედ თვითონ ეგრეთ წოდებულ დასავლურ პოლიტიკურ კლუბში მოხდა ურთიერთობების გართულება. არ არის ერთიანი ეს კლუბი. დაიძაბა ურთიერთობები როგორც ევროკავშირსა და ამერიკას შორის, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის, ამერიკასა და ბრიტანეთს შორის და საზოგადოება ამას თვალნათლივ ხედავს ყოველდღიურ რეჟიმში, თქვათ როგორ გართულდა მას შორის ურთიერთობები და შესაბამისად არ არის გასაკვირი რომ ჩვენს შორისაც გარკვეული ტიპის უხერხულობები შეინიშნება, გულისხმობ ჩვენ და ევროკავშირს. თქვენ ძალიან მოწყალეთ დაუძახეთ გარკვეული ტიპის უხერხულობები. ესე არ ვიტყოდი მე. მე ვარ ძალიან ზომიერი ჩემს შეფასებებში იმდენად რამდენად ძალიან შეიძლება. ძალიან ხილდებით ევროკავშირის და ძალიან ხილდებით მართებულია რომ დავარქვათ მას გარკვეული ტიპის უხერხულობები. ხელთვის კი არის ტერი ჩვენი ქვეყნის. პაվել ჰელსინკი არის ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ცალსახად შემილია გითხრათ რომ ის გასდა თავის დიპლომატიურ მანდატს. რინის კონვენცია დაარღვია. გასდა თავის დიპლომატიურ მანდატს და იმაზე მეტად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ვიდრე შეიძლება რომ დიპლომატი ერეოდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვინარჩუნებთ სტრატეგიულ მოთმინებას, ცალხრივ მეგობრობას და ჩვენი ქვეყანა ძალიან ჯიუტად ადგას ევროინტეგრაციის გზას. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ კითხვას საზოგადოებას მინდა მოკლე ექსკურსი გავუკეთო და მოკლედ გავახსენო, საიდან დაიწყო ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობების გართულება 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველოს ერთგვარ თქვათ ისეთ მარტივად დავიტყვეთ გაუგებრობაში აღმოჩნდა ერთის მხრივ ყველას კარგად ახსოვს რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კაზუსბელი ეგრეთ წოდებული ფორმალური საბაბი იყო ის რომ ნატოს კონდა ბაზები არ უნდა განთავსებული იყო და ნატოში არ უნდა შესულიყო. ბუქარესტის ჩანაწერი უნდა გაეუქმებინა, რაც გულისხმობდა იმას რომ საქართველოს და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ნუ რა თქმა უნდა ამას კიდევ ქონდა ბევრი ქვედინება რის გამოც რეალურად ომი დაიწყო, მაგრამ კაზუსბელი ოფიციალურად ეგ იყო. ანუ ერთის მხრივ რუსეთი თქვათ გვემუქრებოდა პირდაპირ საჯაროდ და ღიად რომ ეს უნდა დავივიწყოთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მეორეს მხრივ ასევე საზოგადოებას მინდა გავახსენო რომ რუსეთ-უკრაინის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში ემანუელ მაკრონმა მაშინ როცა არანაირი თქვათ სადაო კანონმდებლობა საქართველოს ხელისუფლებას არ ქონდა მიღებული არც გამჭვირვალობის ქართული კანონი და არც LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონი ემანუელ მაკრონმა ღიად თქვა რომ საქართველოს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ რომ სხვა გეოგრაფიულ არეალში. ანუ ერთის მხრივ ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი პირდაპირ მიგვითითებდა რომ ის
ჩანაწერი უნდა გაუქმდეს, მეორე მხრივ ჩვენ ნახეთ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ მიუხედავად იმისა რომ ძალიან უხერხულია ეხა ამის თქვა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ ნახეთ გაუბედავი საქციელი და ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან. აი ამის შემდეგ დაიწყო ამის შემდეგ დიპლომატიური საუბარი. ტრული რო დავარქვა. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გართულება. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრა, მაშინ როცა უკრაინაზეც და მოლდოვაზეც უდიდესი პატივისცემისთან მიუხედავად ამ ხალხების მიმართ 10 ნაბიჯით მინიმუმ წინ იყო და არის დღემდე ყველა თვალსაზრისით საქართველოს წინ იყო მიუხედავად ამისა გეოგრაფიის მიზეზით საქართველოს ეთქვა უარი და მიუხედავად ამ ყველაფრისა საქართველოს მაინც პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ჯიუტად ითხოვდა კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირი არ იძლეოდა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამ ყველაფრის ფონზე მოხდა ჩვენ შორის ურთიერთობების გართულება და საზოგადოებას მინდა უთხრა რომ ნარატივი რომ თითქოს ქართული ოსნების ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია არის სრულ გავიგე გასაგები ეხა მაგარი კითხვა და პირიქით ქართული ოსნების ყველა მოთხოვნაში ევროკავშირი ჩვენ გთხოვს LGBT პროპაგანდის ქართული ოსნების ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული აბსოლუტურად ყველა პრაქტიკული ეხლა მოდი ამ გზაზე თავარი კითხვა აბა ვნახოთ როგორ უპასუხებ თორნი ახალგაზრდა პოლიტიკოსი. ცოტა დემაგოგიაც გამოსცადე ხა შენს თავზე რა. მე დავსვავ ესეთ დემაგოგიურ კითხვას და გამოსცადე. ყველა მოთხოვნა, რომელსაც აყენებს საინტეგრაციოდ ევროპა, ყველა მოთხოვნაში ნომერ პირველ თუ არა მეორედ წერია LGBT პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან გახმობა. რა გვინდა ჩვენ ესეთი ევროპა, სადაც ესეთი კანონი იქნება საქართველოში? კი ბატონო, ერთი მხრივ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვით. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ევროინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და ეს არ არის მხოლოდ თქვათ ქართული ოსნების არჩევანი, ეს საქართველოს ეროვნული არჩევანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო თქვათ საბზად არის ცალფეხზე დგომით შევიდეს ევროკავშირში, ან თქვათ ყველაფრის ფასად მოხდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი, საქართველო არის ძალიან მონდომებული ამ საკითხში, რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, მაგრამ რა თქმა უნდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია. რაც შეეხება LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას, LGBT გახდა განხეთქილების ვაშლი. ეს პრინციპულად დგას ეგ საკითხი იმათგან. კი ბატონო, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და გამჭვირვალობის ქართული კანონი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს განხეთქილების ვაშლი, იმდენად რამდენადაც ისინი აკეთებენ. კი, ეს არის ევრობიუროკრატიის დღევანდელი ევრობიუროკრატიის ჩვენ ხო უნდა დაუთმოთ. დღევანდელი ევრობიუროკრატიის მოთხოვნა არის, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის საბაბი და არაფერ შუაში არ არის LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, იმდენად ყველგან ასვავენ ამ საკითხს, ყველგან სვავენ ამ ორი კანონის გაუქმების საკითხს. მე დაგელაპარაკებით როცა ამას გააუქმებთ. ჩვენი არგუმენტი ამის ჯერ ეს ერთი უკვე ველაპარაკებიან, აქედან დავიწყოთ და თოდესაც მათი ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები გამოდის წინახარზე, რა თქმა უნდა, მაშინ ველაპარაკებიან და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ხო, პრაგმატულად ველაპარაკებიან. დაკავშირებადობის თვალსაზრისითაც და არა მარტო დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ახლა კაია კალასმა გააკეთა განცხადება, მე მგონი გუშინ იყო განცხადება, რომ ესე იგი ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესია ის, რომ რუსეთი არ იყოს წარმოდგენილი სამხედრო გზით საქართველოში და მოლდოვაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის პრემიერმა თქვა რომ ფიცი მწავს ბოლო მაგ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებები დაამტკიცა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ ქალბატონმა კაია კალასმა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა რა. და რაში მდგომარეობს? ახლა საზოგადოებას რომ ავხსნათ. კაია კალასმა თქვა რომ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესი არის ის, რომ იქ არ იყოს რუსული ჯარი. ანუ საზოგადოებას მინდა უთხრა ის, რომ
ჩვენ ხშირად გვამადლიან ოპოზიციონერები, რომ თქვათ ცალფეხზე უნდა ვიდგეთ და საქართველოს არ ჭირდება ევროპას და ევროპას ჩვენ გვჭირდება საქართველოს. როდესაც კაია კალასი ამბობს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის ეს საჭირო, ანუ ალტრუისტთან არ გვაქვს საქმე და მათაც ვჭირდებით ძალიან ბევრი თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე მიღებულია პასუხი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან ვისაუბროთ. მინდა შეგაქოთ ძალიან ბევრი ისეთ საშუალო მნიშვნელობის სიტყვაში გაფანტეთ თქვენი პასუხი, არც წვადიდათ არ ჩამფური, მართლა კარგი პოლიტიკოსი ხართ. მართლა დედა მომიკვდეს, შვილს გეუბნებით. მართლა გულწრფელად გეუბნებით. და გასაგებია, პირდაპირ ხო არ იტყოდით არა? კარგია. არა, ეს დემაგოგიური შინაარსის კითხვაც იყოს. იმიტომ რომ LGBT თემა არის ძალიან სენსიტიური ჩვენ. ხო, მაგრამ დროებით დგას დროებითი ბიუროკრატების მხრიდან. არის შანსი, არის საშიშროება. არის გეთახმები. ეს არ არის საშიშროება, რომ ამ კანონით, აი ამ მოწოლით უნდა დაანგრიონ ჩვენი ქართული ოცნების მმართველობის გარკვეული პრინციპები, რომ ამორიცხულია ელო. არა, მესმის, ბევრი ცელობაა, კაცო. აბა ეს რა არის? ჩვენი დასაქცირება რა არის? საქართველოში ყველა. ჩვენი დასაქცირება რა? თქვენთან დაკავშირებით მე რას ფიქრობ? მომატია დავსვა ბოლომდე კითხვას. ან დიპლომატების პასპორტები რო წაგართვეს. ლურჯი პასპორტები, ხო? არ წაგვართვეს, მაგრამ ვერ იყენებთ. არა, ფორმალობა დაგვიმატეს, რომ გაფრენის წინ, სანამ სანამ გავფრინდებით, თქვათ, მტრული ნაბიჯი არ არის კეთილგანწყობილი ნაბიჯი, ხო? ცალსახად იყო ოპოზიციისთვის, ესე იგი კოჭის გაგორება. ფილზე წყლის დასხმა არ გამოუვიდა. ხო, არ გამოუვიდა, რომ სინამდვილეში ბატონო. რეზოლუციები, დასანქცირება, ხალხია დასანქცირებული. ძალიან ბევრი ხალხია დასანქცირებული, ჩვენ ტელევიზიები დასანქცირებული. უსამართლოდ. მტრული ნაბიჯები, კალასი საერთოდ ვერ არის თავის ძრავზე, იმიტომ რომ გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის საელჩო გადის კიევიდან. გიცით ესა? არა, ეგანც არ მიდევნებია, თვა სამწუხაროდ ვერ ვადევნებია. ხო და გითხრა გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადის, რომ ევროპის საელჩოები რჩებიან და ამერიკის შეერთებული შტატებში გადის და მე დასცინეს ამერიკელებმა რა. ეგეთი ქალია თინო ზოგადად, მაგრამ ნუ კაი მაგას მაგას თავის ცოდვებიც ეყოფა. კაი კალასი ვინც არის ვიცით იქ ესტონეთში, მაგის ოჯახი რასაკეთებდა, ეგეც ვიცით. კი ბატონო, ეხლა შემდეგი შეკითხვა. კარგი, დაუშვათ, ნუ მე უბრალოდ სხვა აზრისა ვარ ევროპაზე და ევროინტეგრაციაზე, მე ვფიქრობ, რომ ის ევროპა აღარ არის. რაც ჩვენ ვისწავლეთ, სადაც დავდიოდით, ის ევროპული ტრადიციები არანად გადაიქცა. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, LGBT პროპაგანდაც მნიშვნელოვანია. ძალიან ცუდად არის სხვათა შორის, აი არ ვიცი, როგორც კი ხდები ევროკავშირის წევრი, შენ ქოტა უნდა აიღო დევნილების და უნგრეთი მაგალითად ფულს იხდის დღემდე, რომ ის არასდროს დღეში იხდის მილიონ ევროს. ჩვენ რა გვეშველება? ხო, ნუ მან ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ მანდაც მოსახლეობის რიცხოვნობაზე არის დამოკიდებული. პროპორციულად ხო უნდა მივიღოთ. ძალიან კარგი კითხვა დასვით და არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ ამ რაღაცეებზე ჩვენ არ ვფიქრობთ ან არ ვსჯელობთ შიდა პარტიულ ფორმატებში, ძალიან ბევრ რამეზე ვსაუბრობთ, მათ შორის. კი ბატონო. მათ შორის იმ გარკვეულ პრობლემებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას ამ გზაზე და ეს არ არის იავარდებით მოფენილი გზა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა დღემდე და ტკივნეული მათ შორის და კიდევ ბევრი უნდა გატარდეს იმისათვის, რომ სრულად მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი. სწორედ ეს ამას ნიშნავს ის, რომ აუცილებელია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, მიგრაციის პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ამაზე საუბრობენ მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და სხვათა შორის. უნგრეთი მაგალითად. ამაზე საუბრობს დონალდ ტრამპიც, რომ დონალდ ტრამპი უწოდებს უნგრეთს ამ პოლიტიკას. მიგრაციის პოლიტიკა არის ძალიან პრობლემური და რა თქმა უნდა ეს აკრიტიკეს მას. კი და რაღაც დონეზე დადგება დღის წესრიგში მათ შორის ევროკავშირშიც. აი უყურეთ, თორნიკე, უყურეთ, რას გთხოვენ ოფიციალურად? LGBT კანონის და გამჭვირვალობის კანონის უკან წაღებას არ მინდა დემაგოგიურად გამოვიგდეს, მაგრამ უნდა მივიღოთ დევნილები საზოგადოებას, რომ ეს არის უბრალოდ საბაბი. კი ბატონო. საბაბი ჩამოთვლი, კი ბატონო. გეტყვით რეალური მიზეზი. არა, დავასრულებ. დევნილების შემოყვანა. მე ვინმე სხვა არ გონია, რომ შენ ყურძენს და შენ ვაჟს კი ბატონო. გაჩეხვა ეს თქვი და დამდეს ბრალი დემაგოგიაში და გაიჩეხება, კი. რაღაცა პრობლემები ექნება აქაუ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ისე როგორც ახლად მიღებულ ყველა ქვეყანაში, ბულგარეთში მაგალითად ქონდა პრობლემა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. ჩვენი გულისთვის
ამ ხელ ევროკავშირი, რომელსაც ეს მოთხოვნები აქვს, საბაბები, შეცვლის ამ საბაბებს? ჩვენ ძალიან სხვანაირად მოგვიდგება? არა, თემა რაშია და ხოთაშორის ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული დროის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ამ გადაღებულ ევროინტეგრაციის პროცესზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დღეს და ხვალ ჩვენ ვიყოთ იმისთვის მზად, რომ მოხდეს ჩვენი სრული ევროინტეგრაცია. არის ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის უკვე წევრი ქვეყანა, რომელიც გარკვეული სექტორები დღემდე არ არის ინტეგრირებული და თქვათ გარკვეული თვალსაზრისით დღემდე ემზადებიან ისინი სრული ინტეგრაციისთვის. ხო, იგივე ევროზონაზე არ არის ყველა მიერთებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სანამ ჩვენ სწორედ ამას ამბობს პრეზიდენტი, რომ 2028 წლამდე და 30 წლამდე საქართველო მოემზადება, ხო? ანუ საუბარია იმაზე, რომ სანამ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი იქაც უნდა შეიცვალოს მიდგომები? ჯერ ეს ერთი რო იქ მიდგომები უნდა შეიცვალოს და მეორე ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკის სექტორები, მათ შორის სოფლის მეურნეობა, უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა. თუ ინდუსტრიალიზაცია მოხდა, თუ რაღაცნაირად თვითქმარები გავხდით, ევროკავშირში რა გვინდა? ძალიან კაი კითხვა არის. ნუ ერთი ის რომ რა თქმა უნდა ჩვენ უკვე მე მგონი შევთანხმდით, მათ შორის მე და თქვენს და რაზე შევთანხმდით? რაზე მითხარი? საზოგადოება არის შეთანხმებული, მე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ რატო? წევრი. არა, ამაზე ჩვენ არ შევთანხმებულ ვარ. ბატონო. იცი რაზე უნდა შევთანხმდეთ? ჩვენი არა, მე გეტყვი რაზე შეიძლება ეხლა შევთანხმდეთ და გავიგო. ჩვენი ხალხი უნდა იყოს ბედნიერი. და ჩვენი ხალხის ძირძველი სურვილი არის არა ევროპაში ან აზიაში, არამედ ჩვენი ტრადიციების განვითარება, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება, ამას ევროპით მოახერხებთ. ირანით, იაპონიით თუ ჩინეთით, მაგას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არ უნდა ეწეროს სიტყვა ევროკავშირი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში. აი, მაგაზე შევთანხმდით. შეიძლება რომ გიპასუხოთ? რა თქმა უნდა. კი, თქვენ არ გეგონოთ რომ ჩვენ თქვათ რაღაცა კონკრეტულად აი ამ გაერთიანებას უყურებთ ისე თითქოს რომ ეს არის რაღაცა ჭეშმარიტება, არა, რა თქმა უნდა ჩვენს ვხედავთ პრობლემებს, რა თქმა უნდა ჩვენს ისევ როგორც თქვენ გვინდა რომ გამოვიყენოთ როგორც საშუალება იმისათვის რომ საქართველოს განვითარდეს, ქართველი ხალხი ცხოვრობდეს ბედნიერად, ხო? ბედნიერად, თქვათ სოციალური უზრუნველყოფა მოხდეს უფრო უკეთესი, უფრო მაღალი ხარისხის და ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ღირებულებებიც კი ბატონო. მყარი იყოს. რაც შეეხება იმას, რაც თქვათ, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს ევროკავშირში, ეს გარკვეული ესე ვიტყოდი რაღაცა გადამლაშებული ფლუქტუაცია ეს გადამლაშებული თქვათ ლიბერალიზმის შედეგიც არის, რაც მიუხედავად იმისა, რომ ეხლა კონკრეტულ ამ მომენტში ევრობიუროკრატიას და ამ კონკრეტულ ძალებს აქვთ მმართველობის სისტემა, თქვათ ხელში აღებული, იქ შეინიშნება უკვე ალტერნატიული ხმა, შეინიშნება კონსერვატორული ძალების გაძლიერება. დევნიან. კი, მაგრამ შეინიშნება მაინც იგივე ამერიკაში. დონალდ ტრამპის გამარჯვებაც ამის მომასწავლებელი იყო. იქ თქვათ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს ევროკავშირში მოღვაწეობს, უკვე საგრძნობლად იზრდება და სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა ლიბერალურ პარტიას ჯობნები ელექტორალური თვალსაზრისით ყველას აჯობებს, უბრალოდ იქ რაღაც კონკრეტული ჩამკეტები არსებობს, რის გამოც ვერ ხდება მათი თქვათ ძალაუფლებაში მოსვლა, მაგრამ ეს დროებითად რა თქმა უნდა მოვლენ, სწორედ ამაზე არის გათვლა, რომ ევროკავშირი აუცილებლად დაიბრუნებს და აღიდგენს თავის პირვანდელ სახეს. დარწმუნებული ხართ ამაში? იმ ღირებულებებს დაუბრუნდება. რატომ გონიათ ეგრე? ისე საინტერესოა. მარტო ხო არ გონიათ, რაღაც ანალიზი გაქვთ ალბათ. იმიტომ რომ პირველ რიგში რატომ გონიათ? საღიაზრის რევოლუცია, რაც მოხდა ამერიკაში და რაც შეინიშნება. აი, ამერიკა სპეციფიკური ქვეყანაა. და რაც შეინიშნება ევროკავშირშიც, მათ შორის კლუბებით. აი, გერმანიაში ხო არის პარტია? მაგალითად, აი, ძალიან კაი არის, მაგალითად პირველი ეს მე მგონი შოლცმა ძალიან სწრაფად დაკარგა თავისი ისა წინა კანცლერს გულისხმობ, ძალიან სწრაფად დაკარგა რეიტინგი და ეხლა რამდენადაც ეხლა ბოლო კვლევით გამოქვეყნდა მოქმედ კანცლერს არ მახსოვს რა ქვია მერცი დღეს ითვლება ყველაზე არაპოპულარულ ხო მაგრამ რისი თქმა მინდა რომ კანონები აქვს ისეთ რომ დევნიან არ აძლევენ პროპაგანდის საშუალებას. მედია, ოპოზიციური მედია გერმანიაში არ არის. ბატონო, ეს ყველაფერი, დევნია პირდაპირ, საშინელი დევნაა. კი ბატონო, ნახეთ, ეს ყველაფერი
საზოგადოებას უნდა უთხრათ სიმართლე. ეს ყველაფერი დაიწყო ცოტა უფრო ადრე, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო წესრიგმა ტესტი ვერ ჩააბარა. მოიშალა, მათ შორის მოიშალა და თქვათ იმ მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა ევროკავშირიც რა და ამით იმის თქმა მინდა რომ ეს ყველაფერი დროებითია და როგორც კი ახალი მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება, როგორც კი საომარი მოქმედებიდან გამოვა ევროკავშირი, რა თქმა უნდა იქ ყველაფერი გადალაგდება შეიძლება და სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართვა იყო რომ აი დროებითია ეს ევროპი გახსოვთ ალბათ წინასწარ ვინ ეკითხებათ ამ ევრობიუროკრატებს ეს ყველაფერი დროებითია შეიცვლებიან ისინი და აუცილებლად დაიბრუნებენ თავის ღირებულებებს პირველად და სახეს და ჩვენ ამასობაში მზად ვიქნებით მოვემზადებით მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს რომ არ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რომ არ ყოფილიყო ჩვენთან ეგეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი, რამაც მოგცვა 10%-იანი ზრდა, ჩვენს ევროინტეგრაციაზე საუბარი მერეც როცა უკვე მშვიდობა იქნებოდა, მერეც შეუძლებელი იქნებოდა. და სწორედ ამას ვამბობთ, რომ ვემზადებით, რომ ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ვემზადებით. ისინი თქვათ რაღაცა შარს გვდებენ თავისი გაუბედაობის გამო, მაგრამ ჩვენ სისტემურად ვაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკას, სისტემურად ვაუმჯობესებთ ადამიანის უფლებების მდგომარეობას, მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს და როცა ამის დრო მოვა, როცა ევრობიუროკრატია დატოვებს ასპარეზს და მოვლენ ადამიანები, რომლებიც მართლა მოწადინებული იქნებენ ეროვნული ძალები იმისათვის, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს და 28 წლამდე და 30 წლამდე ამათაც ნათქვამი აქვს, რომ არ გაფართოვდებიან. რა თქმა უნდა, საქართველოს იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ჩვენ ამისთვის ვემზადებით, მათ შორის ეკონომიკურად. ხო და აი კიდე ერთხელ დავსვა ამ კითხვას. თუ ჩვენ დივერსიფიცირება გვაქვს, კარგად გვაქვს ეკონომიკის დივერსიფიცირება ჩვენ. მეტნაკლებად. შეგვიწყო ხელი ძალიან ბევრმა ფაქტორმა. კარგად გვაქვს. ადრე უფრო ცუდად იყო ომამდე, ეხლა კარგად არის. თუ დავუშვათ რუსეთთან. ეგონოს ბატონშავა ძალიან დიდი ბოდიში შემილი ესეც მინდა რომ საზოგადოებას უთხრა ეს არავის ეგონოს რომ ის ადამიანის უფლებების სტანდარტი, ის სამართალდამცავი სისტემების სტანდარტი, რაც გვაქვს, ან ის თქვათ ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ის მედია პლურალიზმი, რა ხარისხითაც საქართველოში არის, არავის ეგონოს რომ ეს არის დროის ნიშანი. ეს ყველაფერი მოიტანა ქართულმა ოსნებმა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მოიტანა მშვიდობის პოლიტიკამ და მოიტანა თანმიმდევრულმა სტრატეგიულმა ხედვამ რომელიც ჰქონდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს, რომელიც აქვს ქართული ოსნების გუნდს და არავინ არ ჩათვალოს, რომ ეს არის დროის ნიშანი. უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი რეგიონის ქვეყნებისა და ფართოგაგებით რეგიონის იქაც არის და სომხეთში მაგალითად. კი, მაგრამ გაიხედონ რა ხდება ყველა თვალსაზრისით და ყველა კრიტერიუმით რაც ჩამოუთვალე და რა თქმა უნდა. ამის მიხედვით იმჯერა, ანუ არავინ არ ჩათვალოს, რომ ეს დროის ნიშანია, ძალიან ძვირი დამსახურება და ძალიან რთული შრომის შედეგი. რა თქმა უნდა, რისკით აღსავსე. და მსხვერპლზეც წავიდა, ბატონი ბიძინაც წავიდა მსხვერპლზე. საკუთარი მათ შორის საკუთარი სიცოცხლის და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად. და სხვათა შორის კი არ ვედრები. დარწმუნებული ვარ, დრო გავა და ამას საზოგადოება ძალიან ნათლად უკვე ხედავს, მაგრამ მათ შორის ისინი, ვინც ვერ ხედავენ პირიქითა საქართველოში, ისინიც დაინახავენ. და აგერ მაგალითად კი არ ვედრები იმეს, მაგრამ პოსტივის რო დაგისაგზირებენ და პრობლემებს რო შეგიძლია პატარა ტელევიზიასთან როგორი გამოგონილი მიზეზის გამო მაგას თუმცა მე არ ვთქვი პოსტივი პატარა ტელევიზია ან უმნიშვნელო ტელევიზია პოსტივის ძალიან სერიოზული როლი ჰქონდა 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ ქართული საზოგადოების ინფორმაციით შეიარაღებაში და ესეთი ტიპის სამხედრო დაპირისპირებაში გლობალურ სამხედრო დაპირისპირებაში გქონდეს ალტერნატიული ესე იგი ეგრეთ წოდებული counter narrative-ისგან განსხვავებული რეალური ინფორმაცია, ეს არის საზოგადოებისთვის ერთადერთი იარაღი, რომ გამოიტანონ სწორი დასკვნები, მით უმეტეს ისეთ პირობებში, რა პირობებში საქართველოს ხო და კითხვას სვავდი, თუ ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ეკონომიკა გავზარდეთ, სტანდარტები ავამაღლეთ, რაღაც გვინდა ევროკავშირი მაშინ, ეკონომიკური მდგენელი ევროკავშირისა რა იქნება? აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ არა, ეკონომიკური მდგენელი, რა თქმა უნდა, ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაფერს თავი დავანებოთ, 400 მილიონიანი ბაზარია და გარდა ამისა, აქვს შესაძლებლობა ევროკავშირი თქვათ ახალ ფინანსურ წყაროებზე წვდომის, თქვათ ურთიერთობების გაღრმავების და ასე შემდეგ. ანუ ერთი ის რომ
პოლიტიკური თვალსაზრისით დავფიქსირდებით როგორც დასავლური პოლიტიკური კლუბის წევრი, მეორე ახალი შესაძლებლობებია, ოღონდ კიდევ ერთხელ ჩვენი პირობებით, ჩვენი ეროვნული ინტერესების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ისევე როგორც თვითონ ღიად საჯაროდ ამბობენ, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია არის მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფო. რუსეთის ვეტო არ იქნება პრობლემა? იმიტომ რომ ეხლა სომხებს ეუბნებია, რომ სადაც უნდა იქცეთ, მაგრამ შეღავათიანი პირობები რო გაქვთ აქო ძალიან კაი კითხვა არის რუსეთს ეხლა ღიად გვაქვს ძალიან ცხოველი ვაჭრობა გვაქვს იმათთან. კი, რუსეთს ძალიან ღიად საჯაროდ აქვს დაფიქსირებული, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირში ინტეგრაცია მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე ეხლა არ ვიცი მე რაც გეტყვით, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაცია, ანუ ნატოში ინტეგრაცია. სხვათა შორის, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს ის, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონმა გააკეთა განცხადება, რომ როდესაც საფრანგეთი შექმნის თავის უსაფრთხოების არქიტექტურას, მიუხედავად იმისა, რომ 2000 კილომეტრით არის დაშორებული რუსეთი და საფრანგეთი ერთმანეთს, საფრანგეთი მიუხედავად იმისა, რომ ბილთური სახელმწიფოა, გაითვალისწინებს თავის უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთს. და რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში ბრწყალებში ატყუებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ჩვენ ჩრდილოეთით არის ოკეანე, ჩვენ ჩრდილოეთით ოკეანე არ არის, ეს არის ბავშვური დამოკიდებულება და ინფანტილური დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკის კეთების, ჩვენ ჩრდილოეთით არ არის ოკეანე, ჩვენ ჩრდილოეთით არის ბირთვული სახელმწიფო, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და რომელიც დგას ჩვენი დედაქალაქიდან 50 კილომეტრში და აუცილებლად საქართველოს როდესაც შექმნის თავის უსაფრთხოების არქიტექტურას გაითვალისწინებს ისევე როგორც ფრანგებმა გაითვალისწინეს რუსეთის ფაქტორსაც. აქედან გამომდინარე ჩვენი სიფრთხილე, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა და ჩვენი უალტერნატივო საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ამოდის ჩვენი რეგიონული მოცემულობიდან და დეგოლის პოლიტიკა უნდა გააგრძელონ ისე. რის გამოც გააგდეს დეგოლი. მე მგონია რომ ვერ შეძლებს, მაგრამ არა, დეგოლი მაგარი იყო, კი, დღის მდგომარეობით. ხო, მაგრამ ნატოდან გამოვიდა დეგოლი. ბოლომდე არ გამოსულა, მაგრამ რაღაც კონკრეტული ხო, მაგრამ არ იყო ესეთი ამერიკაზე ესე ჩამოკიდებული არის კონკრეტული მიმართულებით. მე მაკრონი არ მომწონს, მაგრამ ტრამპი როგორც დასცინის, რა ვიცი, ფრანგის ადგილზე მეწყინებოდა. მე ხა თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით, ჩვენ განსხვავებით მათგან გვაქვს პოლიტიკური მათგან თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით და არ მოგეთხოვებათ რომ თქვათ რაღაც კონკრეტული პროტოკოლიანის დაიცვათ. აქედან გამომდინარე ჩვენ განსხვავებით მათგან გვაქვს მაღალი პოლიტიკური კულტურა და არ ვერევით მათ საშინაო საქმეებში, უბრალოდ ჩვენ იმდენადაც მათ განცხადებებს, მათ კონკრეტულ ქმედებებს და ნაბიჯებს გავლენა აქვს საქართველოში. ჩვენც ვერევით, კაცო, რაღაც შეკითხვები დავსვით. დანიასთან დაკავშირებით. ჩვენი საუბარი უბრალოდ არის ჩვენი თქვათ განცხადებები, ეს არის რეაქცია ჩვენზე თავდასხმებზე, ჩვენ არ ვერევით მათ საქმიანობაში, მათ შორის არც ის. ბატონო თორიკე, ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა, საუბარი. და რა ვიცი, ხშირად მოგიწევთ ხოლმე რა. დიდი მადლობა. იმიტომ რომ თქვენ პირველი მოწვევა ხარ, რამე წლის დანე? 32-ის. თოშვილი? არა. ჯერ არა. არა უშო. ცოტა ხან დააყოლეთ, იმიტომ რომ პოლიტიკური კარიერა თუ გინდა თოშვილი ჯერ არა, მე ვნახოთ. ჩემი რჩევა არის. გაიხარა. დიდი მადლობა ბატონი თორნიკე ფაღავა იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ახალგაზრდა კაცი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მეორე ნაწილში დავით ქართველიშვილი და ედიშერ გვენეტაძე მობრძანდება რეკლამა. ამასობაში მეგობრებო, დებილების ბანაკში, დებილი ოპოზიციის ბანაკში არეულობაა. აურზაური სახინში, რა კარგი ფილმი არის. ესე იგი ნიკა მელიამ დააკუკა თავზე მიშა სააკაშვილს. და რა ვიცი, არაკაცი უწოდა, რა ვიცი, ზღვარზე გაიარა რა პრაქტიკულად რა. შენ მიმართა და აუხსედა რაღაცები. გახსოვთ მიშამ რომ დაწერა თავის სტატუსში რომ დაშალაო მიტინგიო, რომელიც მე გამათავისუფლდა. ხო მაგარი მიტინგი იყო. ხალხი შევარდებოდა და გამოიყვანდა სააკაშვილს. ნუ გასაგები ეს არის, ესე იგი რისი გამოძახილი, იცი? რო ჩაფლავდა 26 აქცია, ეხა ერთმანეთზე დაუწყეს გადაბრალება. ყველაფრის. და მანამდე სააკაშვილმა დააკუკა გვარამიას. ფაქტიურად გვარამიას არ არის. ცხოვრებას, უტიფრობას ნუ მიწერთ. აბა ბიჭო, პრაქტიკულად თქვა. აი ლევინსკის და კლინტონის ამბავში ერთადერთი მოწმე იყო საქსოფონი, მაგრამ კლინტონის მეგობრებმა და გულშემატკივრებმა ხო
ისე გააბაზრეს ეს ყველაფერი, რომ თელმა მსოფლიომ გაიგო, ხო? იგივე გააკეთა სააკაშვილმა გვარამიასთან მიმართებით და დღეს მელიამ დაუბრუნა ასე ვთქვათ სააკაშვილს ეს ყველა. ხო, მაგრამ აი როგორ მიხარი იცი რომ ეს იდიოტები ერთმანეთს ხრავენ, იცი? აი საგას ორმოში არიან, ღრმა ელექტორალური ორმო, ხევი და იქ რაღაცა ბაყაყები ერთმანეთს პორჭყნიან რა. რა სიტყვი ბატონადიშა? რა უნდა ვთქვათ, ეს მოსალოდნელი იყო იმ თავითვე, როდესაც ის აქციები, რომელიც მათ არაერთხელ დაანონსეს, ეს აქციები ფაქტობრივად ამ აქციებმა ფაქტობრივად გამოავლინა სინამდვილეში რა ძალას წარმოადგენენ და ვინ არიან და რა არიან. მე უფრო მეტიც მინდა გითხრათ, ახლა ამ აქციების ხელმძღვანელებზე და მათ იმედებზე კი არა, მე ყველაზე მეტად წუხარ, რომ 5-დან 10,000-მდე კაცი საქართველოში არის ადამიანი, პროფესორად, კაც ვერ უწოდებ, რომლებიც გამოდიან გვარამიას დაძახილებას. მე რა 5,000 არა, სხვა რამეს ვლაპარაკობ. არ გამოვიდნენ, 5,000 მივცეთ. სხვა რამეს ვლაპარაკობ, სხვა რაიმეს. იმიტომ რომ გვარამია, რომელიც ლაპარაკობდა და დღესაც ახლა კვირა იქნება და კვირა ჩვენ მორწმუნე ხალხი ვინც არის, მივდივართ ეკლესიაში ვიღებს ჩემო ბატონო ზიარებას ღვინით და რა შეურაცხყოფა მიაყენა ღვინოს მათ. მერე ჯერ ისა ღვთით მიცვალებული გაციებულიო ჩვენში იყვიან არ იყო პატრიარქი, რანაირ შეურაცხყოფას აყენებთ. მერე ახალი არჩეულ პატრიარქზე რანაირ შეურაცხყოფას. და მერე შემდეგ მის ძმაკაცი რო არის სულიერი და ისედაც შეიძლება ძმაკაცი იყოს, არ ვიცი მე ეგა, გირჩი ზურაბა რომელიც პირით, ხელით და ყველაფერზეა წამსვლელი, აი ამ ხალხის დაძახებულზე 10,000 კაცი რო გამოდის, ქართველი ძალიან წყინს. 10,000 არ გამოსულა, 7 იყო. კი ბატონო, მაგრამ ვიღაცები ის 3,000 ხომ ტელევიზორთანო თვითონ ხოლმე აი 7,000 მოდი დავთოთ ნება 7,000 ადამიანს კონდეს ესეთი ჯანდავარში წასულა. ხო, მაგრამ მაგი ჩემი საქმეა არა. რატო აღარ გამოდის სიტყვი? უბრალოდ გული მწყდება რა. როგორც ქართველ განს. არ დაგვავიწყდეს რომ ძალიან ბევრი ხმა აიღეს 2 წლის წინ, მაგრამ არ გამოდის ის ხალხი ვინც მათ მისცა ხმა, არ გამოდის, იმიტომ რომ დაინახეს რა ვინ არიან. ეს იყო ლაკმუსის ქაღალდი, ბოლო ლაკმუსის ქაღალდი იყო ეს ამბები, რომელიც განვითარდა 26 მაისს და ეს უნდა მომხდარიყო, ეს აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი წეგა ერთს ვიტყვი 2021 წელს რო ჩამოვიდა ის საქონელი რო ჩამოვიდა და რაღაცების კეთება უნდა და ამის ნამდვილი დასასრული არის დღევანდელ დღეს აი ეს დაპირისპირება და ის ერთმანეთის უსტარების მიწერა და ისა რა ქვია მამათა და შვილთა ბრძოლა თითქოს ისი მამათა და შვილთა იცი არ იყო და როგორ იქაც ხო წერილობითი იყო ეპისტოლარული ჟანრი დასრულებული არის 26 მაისს დამთავრდნენ და ერთი სამწუხარო ამბავი მოხდა გორშის ცემესის კანონი დაირღვა კანონ დანაშაული მოხდა და 6 პოლიციელი დაიჭირეს და ეხლა ისევ აგზელებენ რას გონი აქვს აღებული და რაღაცებს ითხოვენ. აი მეგობრებო, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამის მეტი. მართლა რა შეიძლება რომ გააკეთოს და დათლად ჩანს რომ მაგათ კანონის აღსრულება და სამართლიანობის აღდგენა კი არ უნდათ იმ მსხვერპლის მიმართ და კანონის აღსრულება სამართლის ზეიმი კი არ უნდათ. უნდათ საბოტაჟი. აბა რო კითხო რა უნდა გააკეთოს? წამების კვალიფიკაციას ამ ცუდ ფაქტს ვერ მისცემ. ვერანაირად. მოდი, ხო. 6 პოლიციელი დაიჭირეს 5-დან 8-მდე ემუქრება. იქ რაღაცა ორგანიზაციული შედეგებიც იქნება ალბათ პოლიციაში, ეს მათი საქმეა. მეტი რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? ძალიან კარგი რეაგირება იყო. საოცრად სწრაფი. აი ჩვენ მაინც ნუ გადავიყვანთ ამ ფაქტს კონსპიროლოგიაში და შემთხვევით დამთხვევაში რა უკვე ვისწავლეთ და პატარა ბავშვები აღარავათ და ოდესაც აივანზე ფორმულას ჟურნალისტები უღებენ კონკრეტულ ლოკაციას სადაც ხდება ის რაც უნდა გადაეღოთ რა ორი რაკურსიდან არის გადაღებული ორი რაკურსიდან არის გადაღებული და ნახეთ პოლიციელებიც რომლებიც ლამის ხელს უქნევენ ოპერატორებს ხომ ნუ ესეთი რაღაცა შემთხვევითი დამთხვევა არ არის და პარალელურად მომენტალურად ფრონტი იხსნება მეუფე ზენონიდან დაწყებული ვიღაცები დამთავრებული და ამაზე უნდა მკლავ რაღაც არმაგედონი აწიო რა რეაგირება მოხდა მყისიერად მოხდა რა ისინი ამნეზია კი აქვს რაც 7 ნოემბერს გააკეთეს და 15 წლის წინ 26 მაისს იმასთან შესადარებლად მოდის თუნდაც ეს ამაზრზენი ფაქტი ხო იმ პოლიციელების მხრიდან რომლებიც ან მოისყიდეს ან ბოდიშს გიხდი რა თმენის ვალდებულება შენ უნდა გქონდეს
გქონდეს იმდენი არ წამოიგო პროვოკაციას და თუ მაგდენი არ შეგიძლია ფსიქოლოგს მიმართე, ხო? შსს-ს ეყოლება შტატიანი ფსიქოლოგი და გაიარე. ვერ გაივლი, წადი სახში რა. რაღაც სხვა რაღაცით დაკავდი. ბრაზის მენეჯმენტი უნდა იცოდე. რა თქმა უნდა. ამიტომ მოდი რა ჩვენ მაინც კონსპიროლოგიას თავი გავანებოთ. ეს იყო ჩემის აზრით პროვოკაცია. პროვოკაცია შეიძლება გქონდეს ორი განხორციელების რაღაცა ვერსია, ორივე ვერსიაზე სამუშაოა და იმედია რომ ადრე თუ გვიან ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ადრეც იყო ესეთი ფაქტი, მათ იცოდნენ აგრესიული ხასიათი პოლიციელების. რა თქმა უნდა. ჩასაფრდნენ და სპეციალურად მიაყენეს შეურაცხყოფა, მაგრამ ცოტა რთულია ხა ადამიანი წავიდა ესეთ რისკზე ახლა და არ რთულია არ არის ეს ბიჭი არ არის ესეთი ბიჭი. ოჯახიც კარგი ყავს. დედამ თქვა პირდაპირ არანაირი არ ჩანს ის ხალხი რა. პროვოკაციის მოწყობილი ოჯახი არ ჩანს. ამ ბიჭის დაზარალებულის მხარეზე. დაზარალებულის მხარეზე. რომელსაც თქვა რომ მე არანაირი დედამ თქვა რომ მე არანაირი ის არ მაინტერესებს. პოლიციელების მხრიდან გამოვიცხავ პროვოკაციაში მონაწილეობას? მე არაფერს არ გამოვიცხავ. ამას არ გამოვიცხავ, მაგრამ მაინც შეთქმულების თეორია მგონია, მაგრამ მე მომწონს ჩემი ხელისუფლების რეაქცია, რომ ერთი სიტყვა არ ერთი მე საქართველოს მოქალაქეს და მილიონობით მოქალაქეს მის მომხრეს ერთი პატარა პრობლემა არ დაუტოვა რომ რაღაცნაირად ხო ხტები არა როცა ისეთი რაღაცა ხდება უსამართლობა ძალიან რთულია ხა გაправებებელი არა ვარ ჩვენ მაგრამ აი ყისიერი ყოჩა ხა ძალიან მაგარია რა შალვა საქმე რაში არის მე ჩემს ხვის დავამატებდი იმას რომ უნდათ ამ ამბების გადაყვანა სპეციალურად თვითონ და სისტემური ხდება ეს ყველაფერი და ნახეთ რა არის სისტემური, როდესაც არის, მაშინ მას ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო. პირიქით, სახელმწიფომ ხისიერად მოახდინა რეაგირება და ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა იმ 9 წლის მარტო გიგვიანის მე მახსოვს გიგვიანის თემა რომ მოხდა, გამოვიდა ეს დონაძე რო იყო და სვანური მაფიის გარჩევა არის. საერთოდ არ უნდა გამოძიეს. რობაქიძის თემა რობაქიძის თემა რომელი ერთი შეიძლება ესე იგი ეს გამორიცხული უნდა გამორიცხო და გამორიცხა თავად სახელმწიფომ რომ სახელმწიფო აკეთებს ხისიერად დაჟას იმის პიროვნებების ვინც კი მიდის სახელმწიფოს და კანონების სამართლის და კანონის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან კარგი. ეს საამაყო არის რომ ჩვენ ამ დონემდე მივედით რა. რა ვქნათ ეხლა ჩვენ რა ოპოზიცია არ ყავს. თოთ პრობლემა ოპოზიცია არ ყავს ხომ ნაკლები უბედურებაა ჩემთვის უფრო მეტი უბედურებაა რომ არა ოპოზიციურ რიგებში ნორმალური ჯანსაღი ტრადიციული ქართველების რიგებში არ ჩნდება სერიოზული პარტია და აქვე მოძრაობა და აქვე რომელსაც შეუძლია რაღაცა ახალი განცხადება გააკეთოს ახალი მიმართულება მისცეს იმ პროცესებს ხომ რომლებსთანაც მე სახელისუფლებო გუნდში ბევრ ამასთან მე რაღაცა შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს და ნაკლები ოპტიმიზმით უყურებ იმას რაც მოვისმინეთ ხომ აი ამ სტუდიაში თუნდაც დღეს საღამოს ხომ მაგრამ ეს არის ჩემთვის უფრო დიდი პრობლემა ვიდრე ის რომ განულებულია ოპოზიცია რა გადაღლილობას ვაბრალებ, აი ტოტალური გადაღლილობაა მოსახლეობის და საზოგადოების რა, ყველაფერსგან გადაღლილობა, იმიტომ რომ 24 საათი იკვებებიან ამ სოციალურ ქსელში, ზეპოლიტიზირებულები არიან, მოსახლეობაზე ვამბობ რა. გადაიღალა ხალხი რა, აბსოლუტურად გადაიღალა და რაღაცა გარედან, რაღაცა იმპულსი თუ გამოჩნდება, შალვა, გარედან იმპულსი თუ გამოჩნდება, მობილიზაცია ამ ჯანსაღი ძალების მოსახლეობაში აუცილებლად ხდება მაგრამ აი გეტყვი ახლა სანამ პირდაპირ გეუბნებ სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება არ მოხდება გადაფორმატება იმ სამყაროსი რომლის თეორიული კონტურები დავინახეთ თუნდაც პეკინში ხო სადაც დეკლარირებული იყო ეს მემორანდუმი მრავალპოლარული სამყაროსი რომლის პრაქტიკულ ჭრილში გადაყვანა ხო მოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულებამდე მათ შორის ინგლისი არასრულებია ხო მათ შორის საქართველოს პრობლემების გადაყვანა იმ გეოეკონომიკური თამაშის წესებზე სადაც სისხლი არ დაიღუება და ის რასაც ველოდებით ხო წლების განმავლობაში უკვე დაიძრება მკვდარი წერტილიდან. მე გარკვეულწილად ბატონ დავითს ვეთანხმები და უმეტესად ვეთანხმები, ოღონდ ერთი რამ მინდა დავამატო. რასაც ბრძანეთ ბატონი დავითი, ეგ არის ახალი, კარგად დავიწყებული ძველი, რატო? ძველი რომაელები ამბობდნენ ასეთ რამებს. დაყავი და იბატონეს პრინციპი.
აი ზუსტად ის ძალები, რომელთაც არ აწყობთ ამ ომის დამთავრება და არ აწყობთ ეს გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური გადანაწილების დასრულება. მან რუსეთაც აქვს პრობლემა, პირდაპირ გეტყვით. მე ზუსტად მაგას ვერ გაჩავს რუსეთი რა. კაცო, მე რას ვლაპარაკობ, ახლა კარგად გამიგეთ. მე ვლაპარაკობ იმას, რომ ეს პროცესი იგივე იდენტურია, რაც საქართველოში ხდება. რატომ ვლაპარაკობ საქართველოში ამას? ახლა ვინმეს ახლა რომ იყოს საუბარი ევროკავშირზე. ევროკავშირს რაში აწყობს და დასავლეთის გარკვეულ ძალებს რაში აწყობს აქ სიმშვიდე. გეტყვით. არც ერთ შემთხვევისათვის არა მათი ჩაგდებულია ეს ყველაფერი რაში აწყობს და რატო არ აკეთებს საკითხია მაგრამ მე ვლაპარაკობ სიმშვიდე რაში ჩამოშალვა იცი აი საზოგადოებაში თვითონ გაყოფილ არა ჩვენ ვართ შუა დერეფანი რომელიც რაღაც პროცენტს ჩინეთიდან წამოსული ტვირთებისა ეს რა თქმა უნდა 100 იქნება და არც მე-13 მაგრამ 10-15% იქნება რა ალტერნატიული გზა ჩვენ უნდა გავატაროთ ეს ეხა სასაცილო იყო ურსულა ქალბატონი სომხეთს რო ეუნებოდა რომ ეს შუა დერეფანი ზღვაზე გასასვლელი არა ქვეყანას ხუთები ხა ნუ ეგ სასაცილო იყო მაგრამ კაი მაგას თავი დავარებოთ ხო და ამიტომ ჭირდება სტაბილური ამიერკავკასია და სტაბილური საქართველოს გარეშე სტაბილური ჭირდება იმდენად რამდენადაც მის ინტერესებში შედის აქ უნდა მას მარიონეტული ხელისუფლებები ეხლა ვინაც კარგად იცის ისტორია ძალიან კარგად იცის რა ხდებოდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ლათინური ამერიკის ქვეყნებში ყოველ შაბათს კვირას სვლიდან ხელისუფლებას როცა გაუხარდებოდა ზუსტად ანალოგიური სიტუაცია უნდა იმ ჩვენს დაუცხრომლად ჭყალებში ვლაპარაკობ ჩვენზე მზრუნველ დასავლეთს არ გამოვა იმის გამო რომ დღევანდელი ხელისუფლება და იმ ხელისუფლების სათავეში რომ კაცი არის რომ აირჩია აბსოლუტურად სწორი სტრატეგია ამის გამო სომხეთში რა მოხდება თქვენი აზრით ახლა როდის არის ახლა არის არჩევნები შვიდში ხო კი სომხეთში ამოხდება და სომხეთი ახლა არ ვიცი საზოგადოება სომხეთის ხომ არის ტრადიციული ბრძენი და მთელ რიგ კომპონენტში ქართველებზე უფრო ჭკვიანი რა ყოველ შემთხვევაში მე ესე ვხედავ და იქაც ისე ხედავენ ამ ყველაფერს რა შეიცვალა თითქოს ვექტორი ხელოვნურად შეიცვალა პრობლემები შეექმნა ბიზნესმენებს პრობლემები შეექმნა მოსახლეობას ეკლესიას და ჩამოდის ერთი დელეგაცია მეორე დელეგაცია და ერთი სიტყვა მაინც თქვი რომ შენ სომხეთო ნუ გეშინია შენ ხომ მოკლე გზა ხარ უმოკლესი გზა ხარ ევროპისკენ ხომ სავაჭრო თვალსაზრისით ხომ დაგეხმარებით რა რაღაცის შიში ნუ გექნება ჩამოდის 45 წუთით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს აეროპორტში ხო საწვავიო ჩაასხას ინდოეთიდან ვაშინგტონში მიმავალ თვითფრინავში ხო ის მაინც უთხარი თეორიულად ნუ გეშინია საქართველოსთან რაც არ დავწერ არ მოვაწერე ხელი ხო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აი შენთან ვაწერ იმას კი არ ვაწერ რომ შენ მოლიბდენს და შენ სპილენს წავიღებ მე აქედან ნუ გეშინია გაგისაღებ ხო ის მაინც უთხარი არჩევნების წინ რაც ყველაზე მაგათ აწუხებს ხო ბიზნესმენებს ხო მაგას გეუბნები რა აი ამ ყველაფერს სომხეთში ხედავენ და დღევანდელი ბოლო ინფორმაცია კიდევ რომ საარჩევნოდ 100,000 სომეხს გამოუშვებო მოსკოვიდან პუტინმა რას თქვა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი ხო და ჩამოვლენო გამოუშვებო მე ხელ შეუწყებო მოქალაქეებს რომლებსაც უფლება აქვთ იქ მივიდნენ და მისცენ ხმა ხო 100,000 ხმა ძალიან ბევრია სომხეთისათვის ძალიან ბევრია ეს ერთი 15% მაინც იქნება კი ამიტომ ძალიან საინტერესო არჩევნები გვეუბნება შევიდნეს მეც ესე ვიტყოდი დაველოდო ჩვიდში სათუშოს რეგიონისთვის ძალიან საინტერესო არჩევნები ჩვენთანაც ბევრ ამის განაპირობებს ეგ რო იცოდეთ კი ბატონო ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე თუ ოპოზიციაზე კვლავ უნდა ვისაუბროთ 100-ია თუ ისე ну არ ჩანს ეს ოპოზიცია მთელი რიგი მიზეზების გამო გადაღლის გამო გნებავ პრესტიჟული არ არის რა ვიცი ისეთი ხალხია ოპოზიციაში რომ არც გინდა ეგ სახელი დაგერქვას რა ხო შეიძლება ასე ითქვას თუმცა არც უმაგისობა იქნება კარგი მაინც აი ამ ბაზარზე პოლიტიკურ ბაზარზე როგორი ძალების დეფიციტია როგორი ძალებს უფრო ექნება წარმატება საქართველოში წარმატება ექნება აუცილებლად და ის ძალებს რომლებიც იქნება დაყრდნობილი ეროვნულ ტრადიციებზე და იმ კაცმა რომელმაც სულკურთხეულმა დაგვიტოვა ჩვენ ანდერძად მამული ენა სარწმუნოა აი ამის გარშემო რომელიც ტრიალებს ერთ რაღაცას ვიტყვი ახლა ბატონებო კაცო საქართველოში როგორ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს
ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის მლანძღველმა ოპოზიციამ. უბრალოდ ჩემთვის არავის არ დაუვალებია, ჩემთვის გავაკეთე, როგორ გითხრათ, იცი, ასეთი კვლევად. ცხოვრობ ახლოს დიდუბის პანთეონთან. დიდუბის ეკლესიასთან. საცხოვრობ. დიდუბის ეკლესიასთან ცხოვრობ ახლოს. ვიცი კაცო. ხო და დავდექი დიდუბის ეკლესიასთან დილით, მეუღლე მუშაობს სკოლაში. 166-ში დავდექი იქა ჩემო ბატონო და უბრალოდ დავითვალე. საათი დამინიშნე 9 საათის განმავლობაში. რამდენმა კაცმა გამოიარა და რამდენმა კაცმა დაიწერა პირჯვარი. 100-დან 95 ახალგაზრდა იყო თუ ძველგაზრდა ჩერდებოდა და პირჯვარს იწე. ასეთ ქვეყანაში გამოდის კაცი და აგინებს პატრიარქს, აგინებს მართლმადიდებლობას, აგინებს მერე ღვინოს და რას არ აგინებს ყოველგვარ კაცს. ამათ არ ექნებათ. არც ერთ შემთხვევისათვის. ოღონდ რა უნდა მოხდეს ახლა? აქ უპირველეს ყოვლისა ნამეტნევად ჩემო ბატონო ეს ევროკავშირმა მოაძულა და ამ დასავლეთის ღირებულებებმა დასავლეთზე არანაკლები ღირებულებები გვაქვს ჩვენ. სად იყო დასავლეთი, როდესაც ლაპარაკობდა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კაცი, რომლის სახელი და გვარია შოთა რუსთაველი, ეხლა რო ლაპარაკობენ სოციალური თანასწორობაო, მიეძგლა ხალხთა საჭურჭლი ათავისუფლე მონებიო. სად იყო დასავლეთი, როდესაც არჩევნებზე ლაპარაკობდა ფაქტობრივად ის კაცი, ისა იგი წავადა სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო. სად იყო დასავლეთი, როდესაც და გვასწავლიდნენ რომ აი ესა ქალის და მამაკაცის თანასწორობაო, ვეფხილომისა სწორიაო და აღარ გავაგრძელებ ჩემო. ამიტომ მონური თავდახრის გარეშე უნდა იყოს ეს პარტიები და უპირველეს ის პარტია რომელიც წინ წამოვა და უფრო მეტის გმინდა გითხრათ ისია წარმოჩენილი ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩვენთან ეს დასავლური ღირებულებები ახლა კვირას ალბათ გარკვეული აზრით ვლაპარაკობ მღვდელი უფრო მეტად გააკრიტიკებს სახარებას ეკლესიაში ვიდრე დასავლეთის გაკრიტიკება შეიძლება ეს არის რაღაცა საკრალურად ჩამოგვიყალიბე ეხლა როდის 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ მანამდე როგორ აი მე რას ვლაპარაკობ დრომში მოიტანა ბატონო სალვაეს დრომ ამიტომ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს აი ამ ღირებულებებზე მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა დავამატო რა როდესაც აქ ნამეტანი ოპტიმიზმით უყურებთ იმას რომ ევრობიუროკრატია უცებ გაქრება რაღაცა მემარჯვენე ძალები ჩაანაცვლებენ იქ არჩევნების შედეგებს გაუправებენ იმ ძალებს რომლებსაც ევროსკეპტიციზმი და რაღაცა ამოძრავებთ ხო აგერ ბრიტანეთში იყო უკვე წლებია საუბარი რომ ნაიჯელ ფარაჯი მოდის და ასე შემდეგ წელს ჩატარდა ხო ნაიჯელ ფარაჯის ეპოქაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები ინგლისში და ჩვენ დავინახეთ ბირმინგემი პატარა ქალაქი ნუ ეგონოს ვინმეს ბირმინგემის ეგრეთ წოდებულ საკრებულოში გამოდის ახალ არჩეული მერი პაკისტანელი ზაქერ ჩოდრი რომელიც ფიცს დებს და ძლივს კითხულობს ინგლისურად და როგორც კი დაამთავრა ფიცის დადება საკრებულოს წევრებისთვის ჩატარდა მუსულმანური ისლამური წესით ლოცვა აი ეს არის ის იმედი რომ რაღაცას ჩაანაცვლებს და ყველაფერი კარგად იქნება რა ვიცი რამდენი ხანს გაკაჩავს ინგლისის ვერ გაკაჩავს გაკაჩავს კაცო ესენი მალე ბრიტანეთი არის იმპერია და ყველა იმპერიას აქვს ეს ყოფილია უკვე ყოფილი მაგრამ საერთოდ იმპერიაში სხვა რასების და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან ბევრი ეს იმპერიის წესია მაგრამ საბოლოოდ ეს გუბავს რა თქმა უნდა იმპერიას რომის იმპერიაც ყველა იმპერია მასება ხო ამერიკაში ახლა მაგალითად ტრამპი რატო ახურებს ყველაზე მეტად ამ უკანონო ემიგრანტებზე იმიტომ რომ ხდება რომ ეს შეიძლება პრობლემა იყოს და შეიძლება აირჩიონ უკვე თავისი გემოს პრეზიდენტი ცოტა ხანში ამ მოქალაქეებს ტრამპი და მის უკანმდგომი ვინცაა ტრამპის ეგრეთ წოდებული ტრამპიზმი არის ხედავს ის რა საფრთხე ემუქრება ამერიკას ამიტომ ნუ დაველოდებით სად რა შეიძლება უკეთესობისკენ ჩვენი შევინარჩუნოთ ეს ამთავრდება კი ბატონო მეგობრებო დიდი მადლობა იმისთვის რომ მობრძანდით ხვალე მაგარი თამაში იქნება კი რა თქმა უნდა და მთელი სოფლიოს ყურადღება ალბათ კი რატომაც არა იქნება მიყრობილი ჩვენ წარმატება უნდა უსურვოთ ერთი რაღაცა შეიძლება თქვა შემირცხვენია ეს ქართველს ვლაპარაკობ აი სოციალური ქსელებიდან ვლაპარაკობ რომელიც ამდენი ხანია არსენალს გულშემატკივრებთო და ხვალსაღამოს ვინც ქართველი გულშემატკივრებს ჩემო ბატონო არსენალს ჩემთვის ის ქართველი არა ვინაიდან ხვიჩად ხვალინდელ დღეს საქართველოა კი ბატონო
წარმატება უსურვოთ. აუცილებლად. მთელი საქართველოს სახელმწიფო თავად თქვა. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.